სხვა შემთხვევაშიც დამისვამს თქვენთვის თქვენი ყოფილი თანაგუნდელების შესახებ შეკითხვა და ბუნებრივი ახლაც მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რამდენად ნორმალურია, როდესაც პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ფაქტობრივად მისი თავმჯდომარეობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას იგებს Facebook-ით, ხო, ვიცით რა მოხდა მელიას შემთხვევაში, თვითონვე უწოდა ამ ყველაფერს გადატრიალება, ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით განცხადება დააწერინეს და აგერ თინა ბოკუჩავამ ეს ყველაფერი შემთხვევით გაიგო და მისი მხრიდან რეაქციამაც არ დააყოვნა, მან თქვა რომ მოულოდნელი იყო და უკიდურესად სამწუხარო მისთვის. მე როგორც მუდამ თავს შევიკავ ყველანაირი პოზიციის დაფიქსირებისგან პარტიაში, რომელიც არც ამ პარტიის წევრი ვარ და არც მხარდამჭერი ვარ ამ პარტიის, ეს ვფიქრობ რომ მათი ეს როგორც პოლიტიკური მუქალების არ ვიცი, გნებავთ პოზიცია და არ ვთქვით, გნებავთ შეხედულება და არ ვთქვით, მე ესე მჯერა და ვხედავ, რომ დღეს თუ ვინმე ხეირობს ალანაირი პოზიციური დაპირისპირება და თავის როლისგან, აუგებრობებისგან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ამიტომ მე შემიძლია გითხრათ, ჩვენი პარტია ლელო რა სიმულობით ხელმძღვანელობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად და უსაფუძვლოდ, ძალიან დაუმსახურებლად და ადამიანურადაც, ასე ვთქვათ, ყინულად, პოლიტიკურადაც დამაზიანებლად და ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან უსაფუძვლო ხალხის უსწროლიად ჩვენგან გასული წლების და გასული პერიოდის მანძილზე ბევრ ოპოზიციონერ კოლეგას მიუხედავად ამისა, ჩვენი რჩევანი არის ზმარდები, რომ ჩვენ არ ვართ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ბრძოლის გზა, ჩვენ ამ ბრძოლის გზის ჯერა, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიხდით მათ შორის საკმაოდ მძიმე ფასს, იმიტომ რომ როგორც ყველა სხვა ეს ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაში ყველას უწევს თავისი ფასის გადახდა ამაში და ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ხალხს სჭირდება, რომ დაინახოს რეალური ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ შეცვალოს ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ცხოვრად და მათ სასიკეთოდ მართოს ეს ქვეყანა, წარმართოს ეს ქვეყანა იმ გზაზე განვითარების, რომელიც მოიტანს მშვიდობას, კეთილდღეობას და დაცულობას თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგი არის ხალხი, ჩვენი დღის წესრიგი არის ხალხის პრობლემები, ჩვენი დღის წესრიგი არის, რომ შევთავაზოთ ადამიანების უკეთესი მომავლის ხედვა, ალტერნატიული მომავლის ხედვა და მე ყოველ შემთხვევაში ჩემს აზრს გეტყვით, რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ ყველა მოვიგებთ, ყველას ვისაც გვინდა ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები, თუ ამ, ასე ვთქვათ, ფილოსოფიით იქნება გამსჭვალული ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც დღეს უპირისპირდება ამ რეჟიმს. ახლა ევროპარლამენტის ანგარიშს უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, რომ თუ არ ვცდები 2021 წლის შემდეგ არაერთი მძიმე რეზოლუცია და ანგარიში მიუღია ქართული ოცნების წინააღმდეგ ევროპარლამენტს. აი როგორ ფიქრობთ, სხვა შორის ძალიან საინტერესოა ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა ის, რომ ამ ანგარიში უკვე მეორედ ხვდება ირაკლი ღარიბაშვილი და მასზე საუბარი არის როგორც პოლიტიკური ნიშნით დაკავებულზე, იმიტომ რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებაო, სწორედ ეს ფრაზა არის მოყვანილი ამ ანგარიშზე. მოდი ჯერ ამით დავიწყოთ და შემდეგ უკვე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ აი 2021 წლიდან დღემდე მიღებული რეზოლუციების შემდეგ ეს იქნება თუ არა ის საბოლოო წერტილი, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება უკვე ქართული ოცნებისთვის. პირველ რიგში რაც ეხება ღარიბაშვილს ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ თუ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლო არავის მიმართ არ არსებობს ნებისმიერი ადამიანური კავებ და პოლიტიკურ
პოსტს, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელობას, როგორც იკავებდა ღარიბაშვილი, შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მოხდეს პოლიტიზირებული მასშტაბების სხვა როცა ჩამონათვალში. ეს არაფერს არ ნიშნავს ჩემი თვალსაზრისით და ჩემი თვალსაჩინით იმაზე, რაში არის დამნაშავე ღარიბაშვილი და რაში არ არის. შეიძლება მეძრამეში დამნაშავე ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ ჩათვალა, მაგრამ სანამ დამოუკიდებელ სასამართლოს არ შეუფასებია და დამოუკიდებელ პროკურატურას გამოუძიებია მისი საქმე, სრულიად ბუნებრივია, რომ ის ამ ჩამონათვალში მოხვდა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ასე ვთქვათ, და მათ შორის სხვათა შორის ეს აბათილებს აი ამ ქართული ოცნების ცრუ პროპაგანდას, რომ თითქოს ევროპარლამენტი არ ხელმძღვანელობს პრინციპებით, ისეთი პრინციპით, როგორც არის კანონის უზენაესობა, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, ან მათ ასე ვთქვათ, შეხედულებებს ასახავს და ასე შემდეგ. მე მგონი გასაგებია, რომ პრინციპებით ხელმძღვანელობს ევროპარლამენტი და ამ პრინციპების დარღვევა თუ ხდება, მნიშვნელობა არ აქვს ვისთან მიმართებაში აქვს ამ დარღვევას ადგილი. ეს ერთი. რაც შეეხება იმას, რა შემოbrunების, ასე ვთქვათ, წერტილი როდის იქნება, უпростоრად ვიტყოდი, რომ შეუქცევადობის წერტილს როდის მიაღწევს ევროკავშირის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. ერთი რამ არის ფაქტი, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ გასულ 2 წელიწადს, ანუ ჩვენ რეალურად ხო რა მოცემულობა გვქონდა, რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენ მოგვენიჭეს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ არ იდან რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო არამხოლოდ წინ ვერ წავიდეს და ეს კანდიდატის სტატუსი დარჩეს ესე ფორმალურ რაღაც ჩანაწერად, არამედ ფაქტიურად, აქტიურად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენ რაც გვაქვს დღემდე მიღებული, ყველაფერი ყველა ეს მონაპოვარი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკური ტონი ევროპარლამენტის, რომელიც ძალიან ხშირად და ყველა საკითხზე, როგორც რაც შეეხება სანქციებს, ზეწოლას, თუ შეეხება მაგალითად კანდიდატობის სტატუსს თუ სხვა, ევროპარლამენტი რამდენადაც ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობითი ორგანო, ყოველთვის წინ არის რამდენიმე ნაბიჯით თავის განცხადებებში თუ პოზიციების დაფიქსირებაში ყველა მიმართულებით. ამიტომ არ არის, ასე ვთქვათ, უცნაური, რომ უკვე აღარ მახსოვს ზუსტად მე რამდენი რეზოლუცია, მაგრამ არაპირველი რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტი საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს წნეხი ქართულ ოცნებაზე და აქვე სრულად აკისრებს პასუხისმგებლობას უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, რომ ევროკავშირმა ყოველ შემთხვევაში რამდენიმე თვის წინ მისცა კიდევ ერთხელ რაღაცნაირი, მოდი ესე ვთქვათ, 2 არჩევანი რეჟიმს. ერთი არჩევანი ეს არის, რომ დაიწყონ შესრულება იმ მოთხოვნების, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, დემოკრატიის პრინციპებს და ასე შემდეგ, რაც არის ევროპული სტანდარტი და მათ შორის არამხოლოდ ევროკავშირის, იმიტომ რომ ევროსაბჭოს მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალმა ასევე მოუწოდა ქართულ ოცნებას, რომ გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, რომ დაიწყონ ამ მიმართულებით მოქმედება და როგორც აღმოჩნდა, მშვენივრად იციან, რომ ეს არის, რასაც ითხოვს ევროკავშირი და არა რაღაც სისულელეებს, როგორიც არის, რომ არ ვიცი, რა ქვია, სისულელეები იმაზე, რომ ვიღაცა მოუწოდებს მეორე ფრონტის გახსნას თუ ბევრი ტყუილი, ასე ვთქვათ, მაგრამ დროდადრო სიმართლესაც ამბობენ და ესეც სიმართლე წამოსცათ. მაგალითად, როდესაც გამოაცხადეს, რომ მზად ვართ, რომ ვისაუბროთ გამჭვირვალეობის კანონზე, ანუ აგენტების კანონთან დაკავშირებით.
ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ასე ვთქვათ, ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია, ხო, შალვა პაპუაშვილის განცხადება, მარტა კოსის განცხადებაზე, რომ ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში წერია და შემდეგ ის განცხადება, რომელზეც თქვენ საუბრობდით, როდესაც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ლუქსემბურგს მიმართეს. როგორც განსხვავება ერთმანეთისგან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად შეთანხმებული სტრატეგია კომუნიკაციის, იმიტომ რომ ქართული ოცნება ძალიან მიზანმიმართულად ქმნის გარემოს, ისეთ გარემოს, იმიტომ რომ ნახეთ, საქართველოს შემთხვევაში რუსეთისთვის გამოწვევა რა არის? მათ მოახერხეს, რომ საქართველოს დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც არ ასახავს ქართული ხალხის უმრავლესობის ნებას და ამიტომ ამ ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გვაკარგვინებს უვიზო რეჟიმსაც ევროკავშირთან. იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის ანტი-ქართული და შესაბამისად ანტი-ევროპული. ესეთი ხელისუფლება რუსეთს დღეს ყავს ქვეყანაში. მაგრამ რუსეთის პრობლემა არის რა რომ საქართველოს ხალხი რჩება ერთგული თავისი ევროპული არჩევანის და ეს არის პრობლემა მათ შორის ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ რატო ვერ ქმნის ივანიშვილი იმ ავტოკრატიულ სტაბილურობას, რომელიც მას ესე ძალიან უნდა. მარტივად რო თქვა, რატო ვერ აღწევს ივანიშვილი იმას, რომ შეწყდეს პროტესტი, შეწყდეს წინააღმდეგობა ავტოკრატიულ პოლიტიკასთან, რომელსაც ის ატარებს და ანტიევროპულ პოლიტიკასთან. ვერ შეძლებს გაკეთება, იმიტომ რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას არ აურჩევია, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველსაც კი, ვინც ხმა მისცა 2024 წელს, მათთვის რო ეთქვათ, რომ ჩვენი გეგმა არის, რომ ევროკავშირთან შევწყვიტოთ კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკება, იმიტომ რომ არ გვინდა ევროკავშირი და უვიზო რეჟიმიც პრინციპში არ გვინდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირფას გთხოვენ ამაზე. ქართულ ოცნებას როგორ გონიათ მისცემდა თუნდაც ის ხალხი ხმას, ვინც მისცა ხმა, მე მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი აღარ მისცემდა მათ ხმას. ამიტომ პრობლემა დღეს რომელიც აქვს ივანიშვილს და რუსეთს ეს არის რომ ქართული ხალხის განწყობა უნდა რაღაცნაირად მომზადდეს იმისთვის, რომ ფორმალურადაც საქართველოს დაკარგოს ყველანაირი სიკეთეები, რაც ევროკავშირთან ურთიერთობებში ჩვენ გვაქვს. ამიტომ ისინი ქმნიან აი ამ ორ ხაზს პროპაგანდის. ერთი ეს არის ტყუილი პროპაგანდა, რომ ვითომ აპირებენ, რომ რამე შეცვალონ და ამას ვამბობდი, რომ როაცხადებენ, ანუ ესე იგი იციან პრობლემა რა არის და პრობლემა თუ იციან რა არის, ამას საუბარი რაში სჭირდება, შეცვალონ, მოაგვარონ ეს პრობლემები და რაც თავარია უკვე 2 წელიწადია ეუბნებიან, რომ ეს პრობლემაა.